ხალხიცავსე ავტობუსში ძლივ-ძლივობით ასვლა დილა საღამოს დიდი დიღმის მცხოვრებთა ის ყოველდღიურობაა, რომელსაც ადგილობრივების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია შეეჩვია. მთავარია ავტობუსში ასვლა როგორღაც შეძლო და კარიც როგორღაც დაიკეტოს. არის გადატვირთული დისკომფორტი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან თქვა ორსულად, არიან მოხუცები, რაღაც ავადმყოფობა აწუხებთ, ძალიან რთულია მათთვის ასეთ პირობებში მით უმეტეს სიცხესთან ერთად ჩახუთულ მდგომარეობაში ყოფნა. საჯარო ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები განპირობებულია ქაოტური მშენებლობებით და თქვენ რომ მიმოიხედოთ დიდი ღომში, აუცილებლად შეამჩნევთ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობას თითოეულ ქუჩაზე. ეს ნებართვების გაცემა ხდება აბსოლუტურად მოსახლეობასთან შეუთანხმებლად და გზის გამტარ უნარიანობის ანალიზისა და შემოწმების გარეშე. მე პირად 2009 წლიდან ვცხოვრობ აქ და მინდა ვთქვა, რომ არსებული კორპუსების ნახევარიც არ იყო აშენებული, თქვა მირიან მეფე, თუნდაც ფარნავაზის გამზირზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ამ კორპუსების უმრავლესობა არ არსებობდა. მას შემდეგ, როდესაც ემატება 20 სართულიანი კორპუსები და კიდევ იგეგმება ფარნავაზის გამზირზე 20 ცალი 35 სართულამდე კორპუსის შენობა ნაგებობის დამატება. წარმოიდგინეთ, ახლა აი ამ რაოდენობის შენობა ნაგებობაში, რამ რაოდენობის მანქანა უნდა მოვიდეს დღის მანძილზე, იქნება ეს ადგილობრივი მოსახლეობის, თუ თქვათ, მათი სტუმრები, თუ კომერციული ფართების მომხმარებლის მნიშვნელობა არ აქვს და რა რაოდენობის მანქანა უნდა გაჩერდეს და შემდგომ უკან წავიდეს. დიდი დიღმის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ბოლო ინფორმაციით 50,000 აღწევს. ამ უბნის განაშენიანების გეგმა ჯერ კიდევ ადრეულ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა, თუმცა მისი მშენებლობა მხოლოდ 80-იან წლებში დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოსთვის საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ პირველი და ნაწილობრივ მეორე რაიონების აშენება მოესწრო. 2000-იანი წლებიდან კი ტერიტორია უსისტემო და ქაოსურმა განაშენიანებამ თითქმის სრულად შეავსო. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უბანს არ ყოფნის სკოლა ბაღები, საფეხმავლო კავშირები, გამწვანება და განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ მოსახლეობამ არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ მეტროსადგური დაემატოს დიდი დიღმის მიმართულებით, მაგრამ პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ დიდი ღომში ჯერ კიდევ არ ცხოვრობს საკმარისი რაოდენობის მოსახლეობა. და აი რამდენი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს დიდი ღომში, რომ ჩათვალონ და მიჩნიონ საჭიროდ, რომ ახალი მეტროსადგურია საჭირო. მეორე მხარე არის ის, რომ სად უნდა აშენდეს ეს მეტროსადგური, იმიტომ რომ ადგილი აღარ დარჩა ფიზიკურად. არის კორპუსი. ძალიან რთულია დილის საათებში, აი განსაკუთრებით ალბათ 9:09, 10:09, 9 საათი. შემდგომ უკვე იქით არ ვიცი, მე ძირითადად ამ დროს მოძრაობ, ძალიან იჭედება ჩვენი გასასვლელი. ქალაქისკენ გასვლა ძალიან ძნელია და დიდ ხანს მოითხოვს და ასევე საღამო პერიოდში არის საკმაოდ რთული. არ გვაქვს სამარშრუტო, არც ტაქსი, არც ავტობუსი. მაგალითად სანზონაში, როდესაც მიდიხარ ისანში, მიდიხარ სამგორში, უნდა შეიცვალო რამოდენიმე ტრანსპორტი, რომ მოხდე იქ. ძალიან რთულია მოძრაობა გლდანიდან დიდი დიღმის მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ჩემი გულის ტკივილია საღამო საათებში, აი უსასრულოდ ელოდები სამარშრუტო ტაქსს. და გატენილში შეიძლება მოხდეს, შეიძლება ვერ მოხდეს. აქედანაც ძალიან ხშირია, როდესაც ჩამოევლის სამარშრუტო ტაქსი, უფრო მეტად ვფიქრობ, რომ სამარშრუტო ტაქსებში უფრო ვართ გაჭედილები, ვიდრე ავტობუსებში. თუმცა ავტობუსები ძალიან გვჭირდება. უფრო მეტად ვამჩნევ, რომ ძალიან გატენილია და უბრალოდ ნემსის ჩასაგდები ადგილიც კი არ არის ხოლმე სამარშრუტო ტაქსებში. ჩავლის და უბრალოდ აღარ გაგიჩერებს, იმიტომ რომ ისედაც არ შეიძლება ამდენი ადამიანის ფეხზე დგომა და ესეც დაუშვეს უკვე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა და არც უნდა იყოს დაშვებული, მე თუ მკითხავთ, არ უნდა ქონდეს საქმე ეგრე, რომ ჰაერიც კი არ ტრიალებდა სამარშრუტო ტაქსში, მაგალითად და ასევე ავტობუსში. სარაჯიშვილის მეტროს მიმართულებით 293 ნომერი დადის, რომელიც საკმაოდ კარგი ტრანსპორტია, საკმაოდ კარგი ხაზია. მაგრამ რაღაც პერიოდებში, დილა-საღამოს პერიოდებში არის პიკის საათი, ხანდახან იქაც ასვლაც კი შეუძლებელია. სარაჯიშვილის მეტროდან დიდი ღომში მიმავალი ავტობუსები ევრონიუს ჯორჯიას ვიდეოკამერამაც დააფიქსირა. კადრებში ჩანს, როგორ ელოდება ათეულობით ადამიანი ავტობუსის მგზავრებისგან დაცლას, რომ ტრანსპორტში ავიდეს. აშკარაა, რომ მგზავრების ამ რაოდენობას დიდი ზომის ავტობუსებიც კი გაჭირვებით უმკლავდება. სივიწროვის გამო კარის დაკეტვა ძალიან ჭირს. ბრძოლა გვიწევს, გამუდმებით გვიწევს ბრძოლა, რომ ცოტა ამოვისუნთქოთ და შედარებით უკეთ ვიმგზავროთ ისეთმა ადამიანებმა, ვისაც არ ყავს ავტომობილი. ეს მივდივარ მაგალითად საღამო საათებში მაღლივი კორპუსის მიმართულებით და საათნახევრით და 2 საათით ადრე მიწევს გასვლა, რომ მე ვიცი რაც მელოდება გზაში. მოსახლეობა იზრდება,
არ იზრდება ტრანსპორტის რაოდენობა, არ იზრდება სკოლების და ბაღების რაოდენობა და ასე შემდეგ. ძალიან ჭირს გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით. და უბანი ფაქტიურად რაღაც ჩაკეტილ სივრცეს ემსგავსება ამის გამო. ყოფილი ვარ მე მაგალითად ქალაქის ცენტრში და რამდენიმე ტრანსპორტი გამიშვია, იმიტომ რომ გადაჭედილ ტრანსპორტში ბავშვით შესვლა შეუძლებელი ყოფილა. უბრალოდ ბავშვი ვერ შეძლებდა იქ შესვლას და სუნთქვას. აი თუნდაც როცა ქალაქის ცენტრში ვართ, დიდი დიღმისკენ მოდის თქვათ, ერთი ერთეული ან ორი ერთეული ტრანსპორტი, მაშინ როცა სხვა უბნების მიმართულებით გლდანი ან სხვა უბანი გაცილებით დიდი რაოდენობით ტრანსპორტი მიდის და უფრო მოწესრიგებულია იმ მიმართულებით მოძრაობა. მგზავრების რაოდენობა ძალიან დიდია ტრანსპორტში. ტრანსპორტი დიდი ხნის განმავლობაში დგას საცობში, არის მოცდის დრო ძალიან დიდი, თქვათ დაფას აწერია მოლოდინის დრო 10-11 წუთი და ადამიანს უწევს 30 წუთი ლოდინი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრამდე მისაღწევად ან უკან დასაბრუნებლად ჩვეულებრივ საათნახევარი ან 2 საათია საჭირო. ზოგჯერ კი გაცილებით მეტიც. აი განსაკუთრებით უამინდობის დროს არის აბსოლუტურად პარალიზებული. ეს საათნახევარი და 2 საათი შეიძლება 2 საათნახევრად ან 3 საათამდე გადაიქცეს. განაშენიანება მიდის სასწაული ტემპით, რასაც ვერ ეწევა, ვერც გზის გამტარიანობა, ვერც საზოგადოებრივი სატრანსპორტო პოლიტიკა. არის ავტობუსების ნაკლებობა და სამარშრუტო ტაქსების ნაკლებობა, არის ასევე ხაზების ნაკლებობა და დეფიციტი. ასევე პრობლემა არის ის, რომ ბასლაინი, რაც იყო დაპირებული, ბოლომდე არ უერთდება ქალაქის ცენტრს. ირკვევა, რომ უბნიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაღწევა მხოლოდ დასაწყისია. უბნიდან გასვლის შემდეგ ავტობუსი მანქანების უზარმაზარ საცობში ხვდება. ადგილობრივები იმ დაპირებებზე ყვებიან, რომლებიც მათ უბანში ალტერნატიული ტრანსპორტის გაჩენას უკავშირდებოდა. არის რაღაცა დაპირებები, რომლებიც არადა არ შესრულდა აქამდე და ეხლა უკვე ფიქრობთ, რომ ალბათ არ შესრულდება, ეს უფრო ცოტა წინა საარჩევნო დაპირებას უფრო გავს და ფაქტიურად ტერიტორია აღარ არის დარჩენილი, სადაც თქვათ ეს მიწის ზედა მეტრო შეიძლება რომ გაკეთდეს და აი როცა საუბრობენ მიწის ზედა მეტროზე არაზუსტებენ საკითხს, ან ბუნდოვნად საუბრობენ. რაც გვაქვს ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ეს მაინც იყოს მოწესრიგებული. იყო დაპირება, რომ გაკეთდებოდა დიდი ღომში 10 დერეფანი. და დაემატებოდა ხაზებიც და დაემატებოდა ავტობუსების რაოდენობაც. მაგრამ ეს სამწუხაროდ არ მოხდა, შესრულდა ნაწილობრივ. ბოლო კრიტიკული წერტილი რა იქნება, ამის წარმოდგენაც გვიჭერს. ალბათ სრული კოლაფსი. დიდი დიღმის სატრანსპორტო პრობლემებზე ჩვენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მივმართეთ. მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში დედაქალაქს წელს 125 ერთეული 18 მეტრიანი თანამედროვე ავტობუსი შეემატება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ახალი ავტობაზის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ძირითადი ცვლილებები. საშუალო ტევადობის ავტობუსების ჩანაცვლება დიდი ტევადობის 18 მეტრიანი ავტობუსებით, რაც მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობებს გაზრდის. გამოთავისუფლებული საშუალო ტევადობის ავტობუსები ჩაანაცვლებენ მიკროავტობუსებს და იმ უბნების მომსახურებას უზრუნველყოფენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამჟამად არ ფუნქციონირებს. გადამზიდავ მარშრუტებზე ინტერვალები შემცირდება, რაც მგზავრობის დროისა და ტრანსპორტის მოლოდინის შემცირებას გამოიწვევს. რაც შეეხება დიდ დიღომში ტრანსპორტის საკითხების გაუმჯობესებას, აღნიშნული პროექტის ფარგლებში აქაც დაემატება 18 მეტრიანი ავტობუსები, რაც ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე რაოდენობრივად გაიზრდება თითოეულ მარშრუტზე ავტობუსების რიცხვი, რაც მოლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ნათქვამია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მიღებულ წერილში. მერიის მიერ ნაყიდი 168 მეტრიანი ავტობუსი ამჟამად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსია, თუმცა მათ უმეტესობას ავტობაზის არარსებობის გამო ხაზებზე ვერ ანაწილებენ. ავტობაზის მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2024 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ვადამ რამდენიმე თვით გადაიწია.